ამბობენ, რომ ნიკოლა ტესლა ჯექა ქუხილის დროს დაიბადა და მეზობელმა ქალმა მაშინვე უთხრა დედამისს. ეს იქნება სინათლის შვილი. ტესლას შესახებ ლეგენდები უამრავია. ზოგი მას უბრალო გენიოსად თვლის, ზოგს კი სჯერა, რომ ის ინფორმაციის წყაროს თვითონ ვერ ხსნიდა. თითქოს მომავლის ხედვები ჰქონდა, ანუ ცხოპლანეტური კავშირები. ეს ვიდეო გიამბობთ მის ნამდვილ ისტორიას და გეტყვით იმაზეც, რაზეც ოფიციალურად არაფერს ამბობენ. ნიკოლა ტესლა 1856 წელს დაიბადა სმილიანში, დღევანდელ ხორვატიაში. დაბადების ღამე მეხის ქუხილებით იყო სავსე და შეიძლება სწორედ მაშინ დაიწყო მისი ელექტრული ისტორია. ბავშვობიდან უჩვეულო გონება ჰქონდა. იმახსოვრებდა წიგნებს ზეპირად, ახასიათებდა ვიზუალური კონსტრუქცია, ანუ იდეების წარმოსახვაში აშენება. სწავლობდა გრაცისა და პრაღის უნივერსიტეტებში, თუმცა ოფიციალური ხარისხი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, პროფესორებიც კი აღიარებდნენ მის ჭკუას. ტესლამ მცირედი ფულით და უამრავი ჩანაწერებით გაემგზავრა ამერიკაში და ჩასვლისას დაიწყო მუშაობა თომას ედისონთან, თუმცა მალე მათი გზები გაიღო. ედისონი მხარს უჭერდა DC-ის სისტემას, ანუ პირდაპირ დენს, ხოლო ტესლა ემხრობოდა AC-ის ალტერნატიულ დენს, რომელიც ბევრად ეფექტური, უსაფრთხო და შორ მანძილზე გადამტანი იყო. ეს დაპირისპირება ისტორიაში დენის ომად შევიდა და საბოლოოდ ტესლას სისტემამ მოიგო, დღეს სწორედ AC დენზე მუშაობს მსოფლიო. ტესლას გამოგონებები მოიცავდა ტესლას კოჭას, ანუ მაღალი ძაბვის გენერატორს. რადიოს პრინციპებს თუმცა წლებია დაობენ, ტესლა იყო თუ არა მისი ნამდვილი გამომგონებელი. დისტანციური მართვის პროტოტიპს. უკაბელო ენერგიის გადაცემის იდეას. და სავარაუდოდ მისტიკურ მოწყობილობას, რომელსაც ზოგი სიკვდილის სხივად მოიხსენიებს. ამბობენ, რომ 1908 წელს ცდამ, რომელზეც ტესლა მუშაობდა, შეიძლება უკავშირდებოდეს ტუნგუსკის მასშტაბურ აფეთქებას სიბერის ციმბირში, რაც დღემდე არ არის ბოლომდე ახსნილი. ტესლას ბოლო წლებში მისი პროექტები უფრო მისტიკური და საიდუმლო ხდებოდა. ამბობდა, რომ ქმნიდა მოწყობილობას, რომელსაც შეეძლო უკაბელო ენერგიის მიწოდება მთელ დედამიწაზე და ამით სურდა ენერგია ყველასთვის უფასო ყოფილიყო. მაგრამ როდესაც მფინანსებელი JP მორგანი მიხვდა, რომ ამით ფული ვერ გაკეთდებოდა, პროექტი შეაჩერა. ტესლა ასევე ამტკიცებდა, რომ მუშაობდა სიკვდილის სხივზე, ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეეძლო მტრის განადგურება უზარმაზარი მანძილიდან. როდესაც იგი 1953 წელს გარდაიცვალა, FBI-მ, ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, ისიერად ამოიღო ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი. ეს ფაქტი დღემდე აჩენს კითხვას. რა იცოდა ტესლამ, რაც ასე სჭირდებოდა სახელმწიფოს? მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ნიუ-იორკის სასტუმროში, მარტომ, თითქმის დავიწყებულმა. არასდროს დაოჯახებულა, ამბობდა, რომ სიყვარული ხელს შეუშლიდა მის მეცნიერებას. დიდ დროს ატარებდა მტრედებთან, განსაკუთრებით ერთ თეთრ მტრედთან, რომელზეც ამბობდა. იგი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. როცა ის მოკვდა, თითქოს ჩემი ცხოვრების შუქიც ჩაქრა. ტესლა გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, მარტო და თითქოს დაუფასებლად. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო. დღეს ნიკოლა ტესლა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომგონებლად ითვლება. მის სახელს ატარებს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla Motorsი, ხოლო მისი იდეები კვლავ ინსპირაციას აძლევს თანამედროვე ფიზიკასა და ტექნოლოგიას. ზოგი თვლის, რომ მის ჩანაწერებში დამალულია ტექნოლოგიები, რომლებსაც ჯერ ვერ ვიგებთ, სხვები კი სერიოზულად განიხილავენ თეორიას, რომ მან შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მიღება დროის მიღმა. ერთი რამ ნათელია. ტესლა იყო ადამიანი, რომელმაც სამყარო სხვანაირად შეხედა და მისი ფიქრები დღესაც გვაიძულებს ვიკითხოთ. რამდენად შორს მივა მეცნიერება, თუ მივცემთ აბსოლუტურ თავისუფლებას.